უკრაინა კვლავ მოითხოვს სრულმასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტას, რაც ეფექტიანი დიპლომატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის. ახლა ჯერი მეორე მხარეზეა დათანხმდნენ და მშვიდობისკენ ეს ნაბიჯი გადადგან. სამხედრო ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით ჩვენ ველით პროგრესს. ჩვენ კვლავ დაჟინებით მოვითხოვთ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების გათავისუფლებას. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ხარს უჭერენ მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, განსაკუთრებით თურქეთის რესპუბლიკას, დიალოგისა და მშვიდობის პლატფორმის ხელშეწყობაში მისი აქტიური როლისთვის. რეალური ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია და მეორე მხარემ კონსტრუქციული და რეალისტური მიდგომა უნდა დაგვანახოს. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. იმისთვის, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგეს, აუცილებელია წინასწარ შემუშავდეს შეთანხმების პირობები. გავიგოთ რა უნდა განვიხილოთ ამ შეხვედრაზე და სინამდვილეში ამ შეხვედრაზე აუცილებელი არა შეთანხმების განხილვა, არამედ წერტილის დასმა, ხელის მოწერა. ისეთ შეხვედრას, სადაც ყველაფერს თავიდან განვიხილავთ, აზრი არ აქვს. უკრაინელი ბავშვები სახლში ბრუნდებიან. ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ამ სიაში აღმოჩნდა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა არასდროს ყოფილა რუსეთის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ ისინი სადღაც ევროპაში არიან. ამ სიიდან 50 არა ბავშვი, არამედ უკვე ზრდასრული ადამიანი აღმოჩნდა. ამიტომ ეს სია მუდმივად მცირდება, მაგრამ ჩვენ მაინც მუშაობთ სიაში მყოფ თითოეულ სახელზე.